ახალი სასწავლო წლისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში 7000-მდე მოსწავლე ირიცხება. აქედან 500-მდე პირველ კლასელია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილი არის სასკოლო სახელმძღვანელოებითა და რბეულებით. პირველ კლასელებს კი დამატებით პორტატული კომპიუტერები გადაეცათ. 2025-26 სასწავლო წელი უკვე ძალაში შევიდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცო სასკოლო საზოგადოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არა მარტო ბავშვების, ასევე მშობლების, პედაგოგების ცხოვრებაში. რაც შეეხება ინტერესს პირველ კლასელთა რიცხოვნების შესახებ. მოგახსენებთ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველად მიუსხდა მერხებს 500-მდე პირველ კლასელი. რომლებითაგანაც ყველა უზრუნველყოფილია, როგორც პორტაბელური კომპიუტერებით ბუკებით, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოებითა და რბეულებით. ყველაზე მაღალი რიცხოვნობა პირველ კლასელთა ჩარიცხვის მიხედვით აღნიშნულია სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში. დანარჩენ სკოლებში მეტნაკლებად სტაბილურად წავიდა სიტუაცია, ზოგან 2 კლასი გაიხსნა, ყველგან გაიხსნა 1 კლასი მაინც გარდა ჭერემის საჯარო სკოლისა, ეს მაღალმთიანი, მცირე კონტინგენტიანი სკოლაა და იქ სკოლის არსებობა ზოგადად სახელმწიფოსთვის, იმ სოფლის მაცხოვრებლებისათვის ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ რიცხოვნება არ არის იქ მოსწავლეებისა მაღალი. რაც შეეხება მთლიანად მუნიციპალიტეტში წელს მოსწავლეთა რაოდენობას, მოგახსენებთ, რომ მაგ მხრივ ისევ სტაბილურია მდგომარეობა, ჩვენ 7000-მდე მოსწავლე გვყავს, კერძოდ 6995 მოსწავლეა დღეს მდგომარეობით, თუმცა მობილობის პროცესი განსხვავებულ ვადებში თანხმობის მიღებისათვის გრძელდება, ხოლო უკვე 1 ოქტომბრიდან გაიხსნება ზოგადად მობილობა და შეიძლება ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით.